აბიჯეა რასვაშია კახაუკავა. კარგად მოიწვეს მოსკოვში კასმანდურები რა ეხეს მაშინ. ყველაფერი იცის ბატონო დათო. დიდი მადლობა რომ შემოხვედრით. გაფიცრეთ ჩვენ. კარგი. მოდი პასუხს გამოვუსვინეთ კახაკი. არ ამ შეკითხვის დიდი ნაწილი მე მგონი მე ნამდვილად არ მოგხვდება რა შეიძლება რატო არ შევიდა ოპოზიცია პაგარცნებული ოპოზიცია პარლამენტში ამაზე ბევრჯერ იყო საუბარი და არ მგონია დღეს აქტუალური იყოს ხელახლა იმ არგუმენტების მოსვლა მე მგონი ქალბატონსაც ეს არგუმენტები არაერთხელ არის ეს რაღაცა გამოსვლილი სამხალ მაბატონს აკახა უკაცრავად და აი მე შემთხვევით არ ვახსენებ თემური კოლეჯის ინტერვიუში ინტელი რა არის ეს აი ალბათ აი რაღაცა დოზით რა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აქვს ამას ვერ გაიქცევიან ეს ბიჭები რაღაცა დოზით ეს გადმოვიდა ერისხვა იქ მათზე მიმართული რისთვის ანასკრედი რეკაშეტი თათულად არის რა ხდება ეს ამოვიდა აი უკვე თქვენ ოპოზიციის გარკვეულ პლასტს მოკითხვას და მოთხოვნასაც იყენებენ რომ რატომ ეს ასე ფიქრობთ საინტერესო ხა ეს ძალიან საინტერესო საკითხი არის მაგრამ მე მგონი უფრო თეორიული და მეცნიერული სფერო რა თქმა უნდა ოპოზიციაც მონაწილე არის როცა საზოგადოებაში რაღაცა ხდება ნეგატიური შეუძლებელი არის ეს იყოს ხუთი ადამიანის გადაგამონდა ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობისაგანი მაგრამ მაშინ ამ ლოგიკას თუ გავაგზავნებთ რა თქმა უნდა ეს ჯამში არის კლიან საზოგადოების პასუხისმგებლობისაგანი და რა თქმა უნდა საზოგადოებას რა თქმა უნდა მეტი შეეძლო ხალხს რა თქმა უნდა მეტი შეეძლო თუნდაც იგივე მაისის არჩევნებზე თუნდაც მანამდე როდესაც 5000-იანი მიტინგები იმართებოდა თბილისში მთელი მარტის განმავლობაში რა თქმა უნდა მეტი შეეძლო მაგრამ ეს ამაზე პასუხისმგებლობების მოკითხვა და უკან მიბრუნება მე ვფიქრობ რომ ეს ვერანაირ სწორ გადაწყვეტამდე ვერ მიგვიყვანს აქ საუბარი არის იმაზე რა გამოსავალი უნდა მოიძებნოს კრიზისიდან ეს რაღაც მოსაკითხი სახლიდან საკუთარი სახლიდან შეკითხვების და პრეტენზიების დასმა არის ძალიან ადვილი იმ ადამიანების მიმართ რომლებიც ერთი წელია მართლა სახლში არ შესულან მაგრამ ეს არ არის სამართლიანი ეს არ არის რაციონალური ეს არ არის ლოგიკური და რაციონალური არის ის რომ საქართველოს არის რაღაც ძალიან ძიმე და რთულ ვითარებაში და რაღაც რაციონალური გამოსავალი უნდა იქნეს მოძებნილი წევა და ყვირილი არ არის გამოსავალი არასდროს გამოსავალი არის რაღაც კონკრეტული რაციონალური გადაწყვეტა ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ის შეიძლება ზოგიერთისთვის მისაღები იყოს ზოგიერთისთვის მისაღები არ იყოს საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გადაწყვეტილება საზოგადოების უმრავლესობას ეკუთვნის კი უმრავლესობას ეკუთვნის მაგრამ დღეს არის 6 რიცხვი თქვენ აგერ 19 დღეში იწევთ ხალხს საპროტესტო აქციას ესე თქვენ ახლა შემძახებლები უნდა იყოს და აი უახლოეს დღეებში მე თქვი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის გამოცხადდება უკვე ოფიციალური შეტყობინება ასე ვთქვათ ოპოზიციური პარტიების და საზოგადოება ამასთან დაკავშირებით დამატებით იქნება ინფორმირებული ყველა ტექნიკური დეტალი ესეც განსაკუთრებით მაგრამ უცხოელობდნენ თუ დავიბანე ეს რომაულ ოპოზიციურ სპექტრი არის საუბარი დღესდღეობით გაერთიანებულ ოპოზიციაში დიდი გაერთიანებიდან დარჩა 4 სუბიექტი ეს არის კონსერვატიული პარტია რომელიც იყო ხალხის პარტნიორებთან 7 ნოემბრის ორგანიზატორი ეს არის ხალხის პარტია ეს არის ერთიანი საქართველოს მოძრაობა და როგორც ინდივიდუალური დამფუძნებელია ამ მოძრაობისა ლევან გაჩიჩილაძე თუმცა ლევანი მეოთხე სამ პოლიტიკური ორგანიზაცია და თავიდანვე თქვენ იცით რომ ლევან გაჩიჩილაძე პარტია ხალხის პარტია ერთიანი საქართველოს მოძრაობა ეს ირაკლი ოქროშვილის ეკობესელიას ორგანიზაცია და პლუს ლევან გაჩიჩილაძე სხვა ორგანიზაციებთან რა თქმა უნდა მიმდინარეობს კონსულტაციები და ზუსტად ამისთვის არის საჭირო ეს დამატებით რამდენიმე დღე და შეტყობინება გამოცხადდეს უცნაური არის მე ვფიქრობ რომ აი ამ მიმართულებით პერსპექტივა ცოტა უცნაური იქნება ყოველ შემთხვევაში მე უფრო ვფიქრობ რომ აი ეს დენთის პასზე ამ თუნდაც იგივე ბოსტონში რომ ბიჭებმა თოვლის გუნდები ისროლეს აი რაღაც აი ესეთი დაუგეგმავი და რაღაც ამდაგვარი ინციდენტების ფონზე შეიძლება რაღაც მასობრივი რაღაცა აღოდეს ვიდრე აი მოწოდებებით რომ 25-ში გამოყვებით ჩვენ მანდ так ალბათაც შეკითხვაც იყო და საერთოდ ბევრი პრეტენზიები არის იმაზე რატო არ გააკეთეთ რატო არ შეიჭერეთ ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანების შეკითხვები და მასშტაბური დღეს 6 იანვარი არის და სრულდება 2009 წელი არის და 17 წელი სრულდება იმ სისხლიანი 6 იანვარი და როდესაც მოიცენ ადამიანებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება ადვილი იყო ყველაზე ადვილი გადაწყვეტილება მიიღდნენ შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში ესროლეს გამსახურდია და დაანგრიეს თბილისი აქედან რაც მიიღო საქართველოს მე მგონი ნახეთ
სხვა შორის რამდენიმე დღის წინ იყო ნიუ-იორკ ტაიმსში სააკაშვილის ინტერვიუ ქართულ პრესაში გადმოიბირდა, სადაც ამბობს, რომ მე ოპოზიციის ლიდერები იყო სამ კვირაში დავამხობდი ამ მთავრობასო და აბსოლუტურად ის დაამხობდა ამას, იმიტომ რომ ის ამ პასუხისმგებლობას არ გნობს და საბედნიეროდ 2008 წლის იანვარში ოპოზიციის ლიდერი იყო ლევან გაჩეჩილაძე და არა მიხეილ სააკაშვილი, თორემ მაშინ 2008 წელს ნამდვილად განმეორდებოდა 92 წლის იანვარი. ანუ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა ეხლა აქ რომ გარეკავე ტელეფონის ზარში ესე მარტივად და უპასუხისმგებლოდ არ ხდება რომ არ მოგწონს ლიდერი და დაუშინოთ ტყვია. ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მაშინაც როცა ეს მიიღო მაშინდელმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ 92 წელს და ეს იქნებოდა უპასუხისმგებლო ეს გადაწყვეტილება ეხლაც რომ ყოფილიყო 2008 წელს მიღებული. მე ვიცი რომ არაპოპულარული გადაწყვეტილებები ხშირად არის ხოლმე საჭირო და ეს იყო ნამდვილად არაპოპულარული გადაწყვეტილება 2008 წელს რის გამოც მე ვაღიარებ ამ ფაქტს გარჩენილი ოპოზიციის რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა, არცებითად შემცირდა, მაგრამ ამის მიუხედავად მე მიმაჩნია ჩვენ ვიყავით და ვართ საქართველოს ისტორიის წინაშე პირნათელი, რომ ჩვენ აი ძალიან ძიმე, ძალიან კრიზისულ ვითარებაში არ დავუშვით 92 წლის განვითარება, რისთვისაც მეორე დაპირისპირებული მხარე სააკაშვილი იყო სრულად მზად და თქვენ გახსოვთ გამოყვანილი კბილებამდე შეიარაღებული ჯარის ნაწილები და რა თქმა უნდა უფრო პასუხიანი გონდერ ბრიგადები, რომელზეც ოჯახ სუბარიც საუბრობდა. მართლაც, მაგრამ აი გულწრფელობებს მიკვით, აი ჰალ კომპლექსები გაქვთ თქვენ. იმ 6 იანვარს მოძალადეები მიუვარდნენ მთავრობისა. მოძალადე ხელისუფლება იყო შაშა. ეს რასაც თქვენ ამბობთ არის პოლიტიკური კონტექსტი, გეთახმებით რა თქმა უნდა პოლიტიკური კონტექსტი არის აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ როდესაც რუსთაველის გამზირზე იწევან გრევა და სისხლძღვრა ეს ქვეყნისთვის არც ერთი შედეგით არ არის საფუძველი. ამიტომ დამსახურდია სერკი იყო ძალადობის ხალხი იყო. ხავი არა არანაირი მნიშვნელობა პირიქით მაგალითებით შეიძლება მოვიყვანოთ ისტორიიდან უამრავი ნებისმიერ შემთხვევაში ესეთი ტრაგედიებიდან ქვეყანა წელში ვერ იმართება. ჩვენ ნახეთ ისთვის იყო მიხეილ სააკაშვილი მზად 7 ნოემბერს ვიცოდით რომ კიდევ უფრო მეტისთვის იყო მზად ეს იანვარს და მისი პირადი გამონაცხადები გვაქვს თავის დროზე აუცილებლად გახდება გამოძიების საჯარო გამოძიების საგანი დაკანგარგულებებს იძლეოდა იანვრის წლებში მიხეილ სააკაშვილი და ვერტალიოტების ესკადრილია რო ყავდა გამზადებული ამაზე აუცილებლად გაიმართება თავის დროზე გამოძიება მე გეუბნებით იმ მონაცემებს რაც ჩვენ გვაქვს უწყუარი მონაცემები ამიტომ ეხლა ესეთი რაღაცა ტელეფონის ყურმილიდან შეძახება რომ რატო არ შეიჩერეთ და ეს არის კიდევ ერთხელ გეუბნებით შეიძლება მაგრამ ამიტომ ჩვენ ამაზე დავასრულოთ რაც წინდა ეს არაპოპულარული არ იყო თვით მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის შეცვლა ბევრ საჭიროდა მათ შორის მე 2003 წელს როდესაც ვარდების რევოლუციას ვიჭერდი მხარს რომ შეიძლებოდა შევარდნაძეზე უარესი ყოფილიყო. ეს არ იქონდა წარმოდგენილი და ჩვენ ნახეთ რომ შევარდნაძეზე უარესი ყოფილა შესაძლებელი. ამიტომ აქ გამოსავალი არ არის მარტო პიროვნების შეცვლაში, აუცილებელი არის მოხდეს ის, რაც მოხდა 90 წელს, თავისუფალი არჩევნების შედეგად მშვიდობიანი კონსტიტუციის ფარგლებში მოხდეს ყველა პოლიტიკური ცვლილება. ეს იქნება საქართველოსთვის კარგი თორე ახლა. ვიღაცისთვის შეიძლება ნებისმიერი ხელისუფლება მაყურებელი ყავს ისე 23 ნოემბერს თქმე რომ აი უბრალოდ ესე დამთავრებენ ეს ბიჭები ნეტის სამეულზე ვლაპარაკობდი ერთი დარჩა ახლა იმათ. აღიარებ თქვენ უფრო შემოწყვეტეს გამოსtildeება მაყურებელი ყავს. გიცე დიახ ერთ-ერთი კაც. დიახ. მე მაქვს ერთი შეკითხვა ბატონ კახასთან. ბატონო კახა. მუდმივად გვესმის თქვენგან თავრობის ესე იგი ლანძმა და მისი კრიტიკა. სხვაგან არ გესმით ეს? ბატონო? სხვაგან არცად არ გესმით? იგი მესმის, მაგრამ მე სხვაგანია ტრანსპორტში, მე ნამდვილად ვარ თქვენი ხარდამჭერი, მაგრამ ერთი რამე არის აქ თავარი. აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ნაგვად და წესიერად უნდა ვიცოდეთ ის ამბავი, რომ თქვენს გარდა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ემზადებიან დღეს თავრობაში მოსასვლელად, ვინ რითი მოდის. კი ბატონო, ის რაღაცას მიიღბავს, ის რაღაცას მალავს და მერე აღმოჩნდება, რომ თვითონაც უნდათ იგივე რაღაცები აკეთონ, რაც ამ ეს თავრობა აკეთებს. თქვენ შეგიძლიათ თუ არა დაუპირისპირდეთ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც იგივე მიღდებით მოდიან პირდაპირ და აი ესე იგი არანაირი დამალვის გარეშე. რა არის სახე? ერთი წამით შეიძლება. იგივე ბუდიანად სულეთი წამით შეკითხვა დაგისვა. კი ბატონო. განამარტო ოპოზიციაზე საუბარი, მე მგონი ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ერთი კაცი წეს ყველაფერს. ყველა თავდება რომ ერთმანეთს არ გადაწყვეტოს რამდენი. გამიგეთ. რაღაცას ხოლთ ამას. თუ კი
საზოგადოება ითხოვს, რომ არ მოხდეს ეს მაცევრობა, ეს მოგებულია საზოგადოების გარკვეული ნაწილი და უდიდესი ნაწილი არის დაბნეული. არ არის ლამაზი სიტყვებით. ეს ამით რა, ვისაუბროთ ძალიან